ეს არის ჩვენი გადაკრული ტყავი რკინის კარზე. ძალიან კარგად ათვობს კარებს. თან ლამაზია. ეხლა აქ საშინელი თოვლია, შეხედეთ აქ როგორი ის არის ბუნება, თოვლი, ყინვა, აქ არის სოფელში ვიმყოფებით ეხლა მაღლა მთაზე. ნუ დაჩა კაცსა და ეს საშინელი ყინვა არა, შემოდის მერე სახში და ვეღარ ერევა გამათბობელი. ამიტომ აი ესეთ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია აი ამ მის ტყავის გადაკრა. ახლოს მოდი კახე ეხლა ახლოდან აჩვენე. როგორ კეთდება? აი ნახეთ, შურუპები 1000 სანტიმეტრში, მერე ქვეშ მიდის ბუბკა, მერე მიდის შაიბები შუაში. ერთი აქ მოდი კახე კიდე მოსაჩვენე. ეს არის ჩვენი სპეციალისტი მახო. ძალიან კარგი ბიჭი არის. თოლი არ აყავს, მაგრამ მალე მოიყვანს. ესე იგი, აი როგორ კეთდება ეს? ეს არის ისა, ბუბკა, 3 სანტიმეტრიანი, ზემოდან მიდის ტყავი, აი ასე იჭიმება და მიყვება შურუპები. აი ჩვენი ინსტრუმენტით, ეს არის ჩვენი საუკეთესო ინსტრუმენტი, აი მსვლელობებს ასე ვუკეთებთ შურუპებს. და წინასწარ ზუსტად გახვალთ ადგილებში მოდი კახა ახლოდან აჩვენე. იმენა ეს შურუპი აჩვენე. ვაფშე ახლოდან, ვაფშე აი შურუპი რო ჩადეს მარტო. აი ასე ყავს დავაჭერთ აქ, ეხლა ყველაფერს არ გავაკეთებ, რო არ გავაფშო და აი ესე დავაჭერთ. აჰა, მახო უკვე ითხოვს ინსტრუმენტს, ანუ თავის ხმას. ხო, всё, კი ბატონო, აი გაჩვენეთ, აი მეორე კარსაც გადავაკეთებ. მოდი ამ კარს გაჩვენეთ. ჩანს. აი ეს თავია გადაკრული, ვაფშე ახლოს აჩვენე ეს ადგილები. აი ეს შურუპები ჩანს ეთყობა როგორ არის, როგორი თბილია და ლამაზია. ხო, ერთი რამე უნდა გაჩვენოთ კიდე, მოდი კახა. გადი. აი ეს აჩვენე ახლოდან, აი ეს ძალიან ახლოდან აჩვენე, ახლოდან. აი ეს არის რეზინა. ეს რეზინა მივაწებთ, ეს კარი რო იკეტება, ამ რეზინას ებჯინება და ვაფშე გრამი ხაერც არ შემოდის. გუშინ ძალიან ძლიერი ქარი იყო აქ. და იმენა კარი რომ მოვკეტეთ, საერთოდ აღარ იგზნობოდა აქედან თუ ქარი შემოდიოდა. ოღონდ ამ რეზინის მიკვერსაც ჭკვიანურად უნდა ძალიან. თქვენ რომ მიაკრათ, მერე კარი ბოლომდე აღარ მოვა და საკეტები აღარ შევა. ჩვენ ახლა ამას ყველაფერს ჭკვიანურად ვაკეთებთ და კარებიც იკეტება, ქარიც აღარ შემოდის და ყველა დიზაინი და შედეგი მიღწეულია. აბა ჰე, კარგად იკავით, კაი ხარხად თქვენ გინაცნობთ.